4 წლიანი მუშაობის შედეგად რუსული ჯაშუშური ქსელი გაშიფრულია. ექსპერტები რუსული უშიშროების მორიგ მარცხზე საუბრობენ. სპეცოპერაცია სახელწოდებით ენვერი საქართველოში და განსაქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა ოპერაციის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავეს. რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისათვის დააკავებულებს შორის 4 რუსეთის, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეა. ოპერაცია სახელწოდებით ენვერი ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. 5 ნოემბერი რუსული დაზვერვის დღე კრემლის სპეცსამსახურებს არ აღუნიშნავთ, თუმცა დღემ მათთვის ალბათ მაინც არასაზეიმო განწყობით ჩაიარა. საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების 13 აგენტი ერთდროულად დააკავეს. რუსულ გერეუსს საქართველოში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუვარდა. კრემლის სპეცსამსახურების მთავარ ინტერესს საქართველოში შეიარაღებული ძალების და სამხედრო ავიაციის მდგომარეობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია წარმოადგენდა. დაშიფრულ ინფორმაციას გერეუს სპეციალისტების განიღებდა 13 დაკავებული ჯაშუშიდან 6 შეიარაღებული ძალების მფრინავი, 1 მეზღვაური და 1 გერეუს მეკავშირე იყო. გაბრიელ უსტალიშვილი გერეუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების შესახებ. ტარიელ აბაშიძე გერეუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების სამუშაო რეჟიმის სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ. ხოჩადია სამიძე გერეუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ოპერატიული მომზადების დონის შესახებ. დავით მესხიძე გერეუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული სწავლებებისა და ინსპექციების შესახებ. დილა კაკაბაძე გერეუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის, შეიარაღების სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის ოდენობის შესახებ. Два попугайчика вылетели из клетки. Это значит два ვერტმფრენიდან გაფრინდა. ეს იყო პაროლი, რომ ქართული ვერტმფრენები აეროდრომიდან აფრინდნენ. მოქმედი მფრინავი გაბრიელ უსტალიშვილი ყვება, რომ მისი გადაბირება ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს ბათუმის მფრინავთა სასწავლებელში მოხდა. გენერალ ნეტკაჩოვის ხელმძღვანელობით კურსანტების ნაწილმა ხელი მოაწერეს 25 წლიან კონტრაქტს დავალებების უპირობო შესრულების შესახებ. მას შემდეგ უსტალიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდა. В 2004 году, находясь дома, ко мне приехал 2004 წელს ჩემთან სახლში ჩამოვიდა მიხეილ კვაჭანტირაძე და მეგობრულად თხოვა გადამეთარგმნა ქართული საინფორმაციო გამოშვებები რუსულად და ჩემი ხელით რვეულში დამეწერა. გამგზავრებისას ისევ მოვიდა, მას ჩემი რვეულები ეჭირა და მითხრა, რომ ეს არის შენი ბილეთი ციხეშიო. შენ რომ ტექსტებს მითარგმნიდი, ამავე დროს აანალიზებდი პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოს შიგნით და მაძლევდიო. მითხრა, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა. რა გინდა თქო ვკითხე და განმიმატა, რომ თუ ციხეში არ გინდა განაგზობ ჩემს ინფორმირებას იმაზე თუ რა ხდება შენს ნაწილში. რაოდენობა ვერტმფრენების შესაძლებლობები, რამდენი დარჩათ საფრენი, ასევე სამხედრო ამოცანების შესრულებული დავალებების და პოლიგონების ადგილმდებარეობა უნდა მიმეწოდებინა. დავფიქრდი ცოტა ხანს და დავთანხმდი მის წინადადებას. დაკავებულთაგან 4 პირი რუსეთის მოქალაქეა. ჯაშუშურ საქმიანობას ისინი საქართველოში ბიზნესმენის სახელს ამოფარებული ახორციელებდნენ. კომპანია სეიბოლტის დირექტორი და მისი მოადგილე არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი გერეუს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას გადასცემდნენ. კონკრეტულ პირებს უთვალთვალებდა პეტრე დევრიშაძე, იგივე აგენტი ალექსეევი, რომელიც აღიარებით ჩვენებაში ადასტურებს, რომ საქართველოს საზიანოდ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში იგი მოსკოვში ვინმე ოლეგ ალექსანდროვიჩს გაურიგდა. სანაცვლოდ კი რუსეთში საკუთარი ბიზნესის მფარველობა და შვილისთვის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის გარანტია მიიღო. მომცაფურცელი, სუფთაფურცელი პასტა და კარნახობდა, რომ მოაწერე ხელი ასე რომ მე პეტრე დევრიშაძე თანახმა ვარ, ვითანამშრომლო, შევასრულო ყველა მათი დავალება და ეს ყველაფერი დარჩეს საიდუმლოდ. სხვა გზა აღარ მქონდა. მოუწერე ეს ხელი ამ სუფთაფურცელზე და ტახტი იყო ისეთი პატარა, დამაწვინეს და დაახლოებით 5 საათს ვიყავი მაგ დეტექტორზე. შეუსვენებლად უამრავ შეკითხვებს მაძლევდნენ. კიდევ ოლეგ ალექსანდროვიჩი მეუბნება, რომ შენო ეხლა საუბრისას მეუბნება დაახლოებით 50 კაცზე უნდა ნახო აჭარაში ისეთი მიმალო ადგილებში ხა ცენტრები და ეს არ გვინდა რომ 50 კაცი თქვათ რომ ასე დაჭირდეს რომ ჩამოვიდეს შეუმჩნევლად რომ აი დაბინავდნენ 5-10 კაცი სხვადასხვა ადგილას.
ქართული შეიარაღებული ძალების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად რუსულმა დაზვერვამ საბჭოეთის ყოფილი ოფიცერიც აირჩია. თუმცა აგენტი, რომელსაც გერეუმ სპეციალური აპარატურა და დაშიფრული მასალების გადასაცემი კომპიუტერული პროგრამები გადასცა, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოში ქართული სამართალდამცეების მიერ ჩანერგილი პირი აღმოჩნდა. რუსული დაზვერვა საკუთარ ხაფანგში გაება. საბჭოთა ოფიცერმა კოდირებული პროგრამების საბოლოოდ ქართულ მხარეს გადასცა. ჯაშუშური ქსელის გაშიფრვას ქართულმა კონტრდაზვერვამ დაახლოებით 4 წელი მოანდომა. წარმატებით დასრულდა ამ ოპერაციის პირველი ეტაპი. გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ათეულობით პირი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ან სხვადასხვა სახით დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან. მათგან 13 პირი იქნა დაკავებული შემდეგი მუხლებით: ეს არის ჯაშუშობა და უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებით საქმეზე ძიებას ისევ განაგრძობს. დაკავებული 13 პირიდან სამართალდამცავებთან ამ დრომდე მხოლოდ 2 ითანამშრომლა და მათ ბრალი შეუმსუბუქდათ. ჯაშუშობისთვის წაყენებული ბრალდება კი საქართველოს კანონმდებლობით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.